დავბრუნდით ეთერში და დავბრუნდით სტუმრებთან ერთად ვფიქრობ ძალიან საინტერესო თემით ალბათ ჩვენი მაყურებლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის რომ 2018 წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სახით უნდა წარსდგეს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე თუმცა ამ მოგზაურობისთვის დამეგობრდა ქართული კინო და ქართული წიგნი და ისინი ამ გზას პრინციპში ერთად გაივლიან საქმე იმაშია რომ გამოცხადდა კონკურსი რომელიც გულისხმობს 21 საუკუნის ქართული ლიტერატურული ნამუშევრის საფუძველზე ფილმის შექმნას სცენარის შექმნას ფილმისთვის. ხუთი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და ამ ადამიანებს ჩაუტარებენ მასტერკლასს კანის ფესტივალის ექსპერტები. ამ ადამიანების შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ. თემაზე სასაუბროთ კი ჩვენი სტუმრები დღეს არიან მანანა სურაძე, კინოცენტრის პროექტების და ფინანსების მენეჯერი, მაია დანელია, ქართული წიგნის ეროვნული центრის დირექტორის მოადგილე და ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი და ჟურნალისტი. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. შეგვიძლია ვთქვათ ეკატერინელის ასინქრონის ავტორი, რომელიც გამარჯვებულთა სიაში. ისიც უნდა ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს რომ რეალურად შეიძლება საბოლოოდ 2016 წელს გაიმარჯვოს სხვა ნაწარმოება ერთმა ამ ხუთიდან ერთმა თუმცა შეიძლება გაიზარდოს ხო კიდე სიანუ დაემატოს რომელიმე ნაწარმოები მაგრამ ამ ადამიანების პრივილეგია მდგომარეობს იმაში რომ გაივლით მასტერკლასებს და შესაბამისად სავარაუდოდ უფრო გაგიადულდებათ სცენარად გადაკეთება უკვე გავდივართ და აი ამ წუთას მოვდივარ სწორად ამ ეგრეთ წოდებული ვორქშოპიდან მაშინ მოგვიყევით დავიწყოთ როგორი ვორქშოპი იყო როგორი მასტერკლასები და რა შთაბეჭდილებებით ხართ? დღეს არის შეხვედრის მესამე დღე და ხვალ მეოთხე ღია ლექცია, სადაც სხვა სცენარისტებსაც და სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ დასწრება და პრინციპში ვისარგებლოთ შემთხვევით და ტელეეკრანიდანაც ვუთხრათ მაყურებელს, რომ დაინტერესებული პირებისთვის ღია მეოთხე ლექცია დასწრება. კი ბატონო, არ ვიცი ახლა დანარჩენი დღეების განმავლობაში მხოლოდ ამ ხუთი ნაწარმოების ავტორები ესწრებოდით ამ მასტერკლასს. ჩვენ კონკრეტულად ავტორები, ჩვენი რეჟისორებით, ზოგ შემთხვევაში პროდიუსერიც იყო ადგილზე და ყველანი ერთად მუშაობდით პირველ დღეს უფრო ზოგად წესებზე, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ ეკრანიზაციაზე მუშაობენ და სწორედ აი ეკრანიზაციის სპეციალისტები არიან და მათ ძალიან კარგად, ძალიან ზუსტად აგვიხსნეს, რას ნიშნავს წიგნის კინოპროდუქციად გარდაქმნა, რომ ეს ისედაც რაც ვიცით, მაგრამ ძალიან კარგია, როცა კონკრეტულ მაგალითებზე განიხილება ეს, რომ ეს არის ორი სრულიად სხვადასხვა სფერო და ხშირად ადამიანი, რომელსაც წიგნი აქვს წაკითხული, რაღაცნაირად წიგნის ერთგული რჩება ხოლმე და ეკრანიზაციას აკრიტიკებს და ამასაც გითხრეს, რომ ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას, რადგან ეს არის ორი სრულიად სხვადასხვა პროდუქტი, ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში და არის თქვათ რაღაცა შინაარსობრივი და გარკვეული ჩარჩოები, რომლებიც უნდა შენარჩუნდეს ფილმში, მაგრამ იმის გამო რომ კინოენა სრულიად სხვა კრიტერიუმებს მოითხოვს, პირიქით აი წიგნი გადადეთ გვერდზე და იმ ეცადეთ ამ სულის გადმოტანას და გადმოთარგმნას კინოში, როგორც ეს სჭირდება კინოს. ეს იყო მთავარი აზრი პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე გადავედით კონკრეტულ სამუშაოზე, რადგან კინოცენტრმა თარგმნა ჩვენი ეგრეთ წოდებული ტრიტმენტები, რაც ნიშნავს მოკლე სცენარს და მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ყველა მათგანს გაცნობოდნენ ძალიან ყურადღებით და ძალიან სკრუპულოზურად ჰქონდათ წაკითხული ჩვენი ეს მოკლე სცენარები და მოგვცეს იმდენად სასარგებლო რჩევები, რომ მართალი გითხრათ, აი არც კი მჯერა, რომ ესე სხვა კულტურის, სხვა აბსოლუტურად აი ესე პირველად რომ ხედავ ადამიანს ასე ახლოს შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენს ნაწარმოებთან და რაღაცა ამ ემოციას ყველანი ვიზიარებთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ერთი ადამიანის კმაყოფილება. ყველამ აღვნიშნეთ, რომ ესენი არიან ნამდვილი პროფესიონალები, რომლებიც აი ძალიან ზუსტად გეუბნებიან იმ რჩევებს და მიმართულებებს, რაც აუცილებელია, რომ ამბავი უფრო გამოიკვეთოს და გახდეს კინო. ანუ თქვენი ნაწარმოების მიხედვით თავად შექმენით ავტორებმა მცირე სცენარი? გააჩნია სხვადასხვანაირ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩემ შემთხვევაში ასეა, რომ მე მქონდა სამი შემოთავაზება სხვადასხვა რეჟისორისგან და ავირჩიე რუსუდან ჭყონია, ძალიან ნიჭიერი და ძლიერი პიროვნება, რომლის ხედვაც ყველაზე ახლოს იყო ჩემი აზრით ასინქრონთან და იგივე ვთქვათ ბატონი ზურაქარუმიძე არის თანაავტორი სცენარის, თვითონაც მონაწილეობს, მაგრამ არსებობს სცენარისტი, მათ არ ყავთ ჯერ რეჟისორი, არის პროდიუსერი. აი ესეთი ჯგუფებია შექმნილი. ზოგი აი არის მაგალითად მოქალაქე
ქალაქე წმინდანი, სადაც ავტორი უკვე აღარ მონაწილეობს პროცესში, აღებულია ეს ორიგინალი ლიტერატურული ნაწარმოები და შემდეგ ამაზე შეიქმნება სცენარისტების მიერ. ავტორი თავად ირჩევს რეჟისორს და შემოქმედებით ჯგუფს თუ ესეც აი ესეთი ჯგუფური სამუშაოა, ანუ პირველ რიგში იყო გამომცემლობა. მე დავასახელებ კიდევ ერთხელ ჩემს გამომცემლობას, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რომელიც მე ჩამოვთვლი ყველა გამარჯვებულს მაშინ და ასევე გამომცემლობებს რომ მაყურებელსაც მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. ეს ნაწარმოებებია გურა მოდიშარია, შავი ზღვის ოკეანე და სათვალიანი ბომბი, გამომცემლობა მერანი და ფორმა, ეკატერინა ტოგონიძე, ასინქრონი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ზურაბ ხარუმიძე, მელია ტულევია გამომცემლობა სიესტა, მარინა ელბაკიძე, ბაი ამიკო გამომცემლობა დიოგენე და მიხო მოსულიშვილი, დიდი ზუდათვი გამომცემლობა საუნჯე. მე მგონი ამას გავეცით პასუხი ვინ არის გამარჯვებული. ალბათ ეს ნაწარმოებები აირჩა ნუ იმ პრინციპით რომ საინტერესო იქნებოდა ფილმის ნახვა და კარგად მოერგებოდა ფილმის სიუჟეტს. ხო მე არ ვიცნობ სამწუხაროდ ყველას, მაგრამ ასინქრონი ფილმად ნამდვილად საინტერესო იქნება, ვისაც წაკითხული აქვს, ამას მიხვდება და აუცილებლად. როგორ მოხდა ის, რომ ესეთი ფორმით გადაწყვიტეთ ზოგადად ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია? ეს იყო მათი დავალება, რომ ესე უნდა მომხდარიყო თუ ქართული მხარის ინიციატივა, რომ ფილმის სახით გაგვეწია პოპულარიზაცია ლიტერატურული მიზანია ამ პროექტს. როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და კინოცენტრის ერთობლივი პროექტი. ჩვენ აქტუალურად ვადევნებთ თვალყურს კინოს პროცესებს და გავითვალისწინეთ ასევე ის, რომ ძალიან დიდი მემკვიდრეობა გვაქვს ლიტერატურული ნაწარმოების საფუძველზე შექმნილი ნაწარმოებების ფილმების ეკრანიზაციას და არ იყო გასაკვირი ის, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხრიდან ამ პროექტმა მხარდაჭერა ჰპოვა. აქ მე მინდა რომ ვახსენო გამომცემლები, როდესაც გავაცანით ჩვენ ეს პროექტი, მათ დიდი ენთუზიაზმით მიიღეს ეს გამოწვევა. დაახლოებით 18-მდე გამომცემელმა წარმოადგინა დაახლოებით 60-მდე ნაწარმოების შესახებ მოკლე სინოფსისი და შეხვედრაზე, სპეციალურ შეხვედრაზე, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქართველი პროდიუსერები, რეჟისორები და სცენარისტები, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ნაწარმოების სინოფსისებს. პროექტი არის უდაოდ მსოფლიო მნიშვნელობის, საერთაშორისო მნიშვნელობის, არის მასშტაბური, რამდენადაც ჩართულები არიან არა მარტო ქართველი ავტორები, არამედ გამომცემლობებიც, ქართველი პროდიუსერები, სცენარისტები. მე აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ქართულ გამომცემლებს დიდი მადლობა გადავუხადო მათი ასეთი აქტივობისათვის. პროექტი მასშტაბური როა კი ბატონო დაასრულეთ და შემდეგ რაც შეეხება ამ ნაწარმოებებს, მე პირადად ნამდვილად არ ვისურვებდი ყოფილიყავი ჟიურის ადგილზე, რთული გადაწყვეტილების წინაშე და გადაწყვეტილების მიღება მათთვის როგორი რთული იქნებოდა, თუმცა თუ გადავავლებთ ამ ნაწარმოებებს თვალს, ჩვენ ნახავთ რომ ყოველ ნაწარმოებში არის რაღაც ისეთი განაცხადი, გზავნილი, რაც კინო ენაზე გადატანისას იქნება ძალიან ეფექტური. ბუნებრივია ეხება ისეთ ზოგად საკაცობრიო თემებს, როგორიც არის ადამიანი თუ როგორ იქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში, კარგავს თუ ინარჩუნებს სახეს, როგორი არის ადამიანი ბუნების შვილი, როდესაც მიდის ბუნების წინააღმდეგ და რა ემართება. ან რამდენად შემწყნარებელი არის ადამიანი მისგან განსხვავებული ვიზუალურად განსხვავებული ადამიანის მიმართ. ბუნებრივია ეს არის თემები და შესაბამისად ფილმები იქნება იმ თემებზე, რომელიც აინტერესებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სივრცეს საქართველოს, არამედ მსოფლიო ასპარეზისთვის იქნება გათვლილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ ამ ფილმებმა შემდეგ უკვე ეს ფილმები გასცეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და მსოფლიო აღიარება მოიპოვოს. რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ამ პროექტში, როდესაც ჩვენ შემოთავაზება მივიღეთ ეროვნული წიგნის სახლიდან, რომ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია მომხდარიყო და მათი დაკავშირება კინემატოგრაფისტების და მწერლების, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ტრადიცია იყო ადრე მათი თანამშრომლობის, ძალიან დიდი წყვეტა არის, როდესაც ქართული ლიტერატურის ეს დიდი ნაწარმოების ეკრანიზაცია აღარ ხდებოდა ქართულ კინოში, თუმცა რაღაც ისინი იყო, თქვათ, იგივე ყარაბაღი, აკამურჩილაძე, ოვაშვილი, რაღაცები, მაგრამ ეს არ იყო, თქვათ, ისეთი სახით, რომ უფრო ფართოდ გვინდოდა შემოსულიყო. როდესაც ჩვენ ამას დავიწყეთ ფიქრი თავიდან,
სხვათა შორის გვეშინოდა, იმიტომ რომ არ გვეგონა თუ ეს გამომცემლები ესე წამოვიდოდნენ. პირველი პრეზენტაცია რო გავაკეთეთ, გაოცებულებიც კი დავჭით, იმდენად დიდი იყო. ნუ ბოლოს მაიკომ უკვე მოყვა როგორ გავაკეთეთ ყველაფერი. ეხლა ეს მე შემდეგ უკვე კინოწარმოებას რაც ეხება, არის ორი ეტაპი, რომელიც პირველი ეტაპი ზუსტად ეს ვორქშოპია. და მე ვორქშოპთან დაკავშირებით ახლა ეკამ უკვე თქვა და მე მინდა სხვა მონაწილეების აღფრთოვანებაც გამოვხატო, მაგალითად ახლა წამოსვლამდე ერთ-ერთი მონაწილე მეუბნეოდა, რომ ჩემ ნაწარმოებშიო მე რო ყურადღება არ მიმიქცევია, ისეთი რამე დამანახა და ხაზი ამომაღებინაო. ესენი არიან სოფლიო დონის ექსპერტები. ეს არის იზაბელ ფოველი, რომელიც არის საფრანგეთიდან, ფრანგი ადაპტაციებზე მუშაობს, მაგ თავისი კომპანია, თუმცა იგი არის ტურინის ლაბორატორია, ეს არის ცნობილი ლაბორატორია, სულ 3 ლაბორატორია მსოფლიოში და ერთ-ერთი არის ტურინის ლაბორატორია, რომელიც ადაპტაციებზე მუშაობს. მისი decision maker-ი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები იყო წლების მანძილზე, მას 80-მდე ადაპტაცია გაკეთებული, ასევე ის თელ-ავივის ლაბორატორიასთან თანამშრომლობს. თელ-ავივის ლაბორატორია უკვე მიზნად ისახავს პროექტის განვითარებას, ანუ ადაპტაციის შემდეგ. ანუ მას ის საკმაოდ ისეთი ცნობილი ფიგურა არის, 15 წელია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აკეთებს საერთაშორისო ვორქშოპებს. თქვენ ვთქვით, რომ კანის ფესტივალის ექსპერტები, ესენი არიან კანის ექსპერტები, ესენი არიან უბრალოდ მათ წელს გააკეთეს კანის ფესტივალზე სექცია და ძალიან ესეთი არის რაღაც დამთხოვა, რომ ქონდათ სექცია shoot book, ანუ გადავიღოთ წიგნები. ანუ ეს თემა მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ ჩვენთვის კი ეს არის მსოფლიოში უკვე საკმაოდ დიდი ინტერესია, რომ ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაცია მოხდეს და მე მოხარული ვარ, რომ მონაწილეები ესეთი კმაყოფილები არიან. ნიკოსიც ასევე არის საბერძნეთიდან, იგი ჟურნალისტი და ნოველისტი და დრამამწერალი არის. ნიკოსიც 15 წელია ასევე უკვე საერთაშორისო ვორქშოპებს აკეთებს უკვე სცენარების განვითარებაზე და ადაპტაციაზე. მას რამოდენიმე ფილმიც აქვს, ანუ სცენარის ავტორია, ადაპტირებული ავტორია, ასე რომ ეს საკმაოდ მაღალი რანგის ექსპერტები არიან. ეს ის ადამიანები არიან, რომელიც ესე კი არ არის, შეიძლება ცოტა ჟარგონულად გამომივიდეს, რომ უცხოელი ჩამოვიდა და ეს მართლაც საკმაოდ მაღალი რანგის ექსპერტები არიან. ანუ ეკატერინეს კონკრეტულად ისინი ძალიან მიეხმარებიან ამ 5 პროექტს სამწუხაროდ. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო არა მხოლოდ გამარჯვებულები, რომ ყველას მიიღო, მაგრამ იცით, ისინი იმდენად ღმათ ეცნობიან თვითონ ნაწარმოებს, რომ მაშინ ერთი თვე ჩამოსულიყვნენ და შეუძლებელი. თუმცა საინტერესოა ასევე ჩვენ გაგრძელდება, ჩვენ ზუსტად მაგაზე ვართ ორიენტირებული, თუ ეს პროექტი მთლიანად ფილმის გადაღებიანად ძალიან წარმატებული იქნა, ეს ალბათ შემდეგში გაგრძელდება. ანუ ესეთი კონკურსები ადაპტაციაზე გამოცხადდება შემდეგშიც და ეს გამარჯვებული პროექტები ანალოგიურად უკვე ესეთ ვორქშოპებს გაივლიან. საინტერესოა ასევე უბრალოდ გვერდს ვერაულით ამ თემას, როგორ მოხდება თანხების მოძიება ამ ლიტერატურულ მოძიება, აქ არის 3 კომპონენტი, 3 ორგანიზაცია ვიღებთ მონაწილეობას. ეს არის ქართული ეროვნული წიგნის ცენტრი, საქართველოს კინემატოგრაფის და კულტურის სამინისტრო. კულტურის სამინისტრო, იცით, ჩვენ ვართ მათი სიპები, ესე ვქვია, რომელსაც აფინანსებს. კულტურის სამინისტრო არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ პროექტში. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჩვენ 3 ორგანიზაცია თანაბრად, ნუ მეტნაკლებად გავიყავით ფინანსები, რომ ეს პირველი ეტაპი სცენარის განვითარების გაგვეკეთებინა და მეორე ეტაპი მთლიანად არის ალბათ კულტურის სამინისტრო. ყოველ შემთხვევაში ესე არის მოლაპარაკება. დეკემბერში ჩვენ ჩავგვარდება უკვე გამზადებული სცენარები. იანვარში გამოცხადდება კონკურსი. კონკურსში მე კიდე გავიმეორებ, ითქვა აქვს, რომ კონკურსში არა მხოლოდ ამ განვითარებულ სცენარებს შეუძლიათ დამოუკიდებელ პროდიუსერებს, ანუ თავისით განვითარებული და გაკეთებული სცენარებით მიიღონ მონაწილეობა. უკაცრავად, თუმცა ისევ ქართული ლიტერატურის ეკრანიზაცია. აქ არის ძალიან კონკრეტული 21 საუკუნის ლიტერატურა და აქ თანისმნიშვნელობაში 21 საუკუნეში გამოცემული კი არა, თქვა შეიძლება ალექსანდრე ყაზბეგს კონდეს რაღაცა, რომელიც გამოიცა არა, აქ არის
თანამედროვე წერლების თანამედროვე 21 საუკუნეში გამოცემული. ესე იგი ისინი მიიღებენ მონაწილეობას სხვაებიც, ვისაც თქვათ აქვს გამზადებული და იანვარში გამოცემდება როგორ კონკურსი. შეირჩევა უკვე და ვინ შეარჩევს გამარჯვებას? რა თქმა უნდა, როგორც ამ პირველ ეტაპზე იყო 7 კაციანი, 8 კაციანი კომისია, რომელთანაც თქვათ იყვნენ ლიტერატურის ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი. შეიძლება იგივე შემადგენლობა ან დაემატოს. ეს უკვე შემდეგი თემა არის და კულტურის სამინისტრო ფილმის გადასაღებად გამოყოფს თანხას. ეს თანხა მე ხლა ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შეიცვალოს, შეიძლება იყოს 70% და პროდიუსერს მოუწიოს. შეიძლება ჯერ არ არის ეს გადაწყვეტილი, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა ფილმსაც დააჩნია. ანუ არც რაოდენობა მე დღეს ესე კონკრეტულად არ შემიძლია ვთქვა და არც პროცენტული ვთქვათ რა ზომის ის დაფინანსება იქნება, მაგრამ ძირითადად ამ ეტაპს კულტურის სამინისტრო უფრო დეტალურად რო გავიაროთ, ამ 5 საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებებიდან შეირჩევა ერთი, რომლის ეკრანიზაციაც მოხდება. არა მხოლოდ ამ 5-დან შეირჩება ერთი, რომლის ეკრანიზაციაც მოხდება, ეს დაფინანსება მოხდება სახელმწიფოსგან, ანუ კულტურის სამინისტროდან. უპირატესობა აქვთ ამათ, იმიტომ რომ გადიან მასტერკლასში. ესე ვერ ვიტყვით, შეიძლება უბრალოდ ნამუშევარს დაეტყოს ძალიან კარგი ხელი იგივე ექსპერტების, ან უბრალოდ მეტი საშუალება და დრო მოგვეცა იმისთვის, რომ ძალიან ჩაღრმავებოდეთ. რა თქმა უნდა, კაცმა არავინ არ იცის და შემდეგ უკვე იანვარში გამოცხადდება კონკურსი, ალბათ თებერვალში გამარჯვებული გვეყოლება და უკვე დაიწყება მათ ექნება თითქმის 1 წელი. წელიწადზე მეტი იმისათვის რომ გადაიღონ ფილმი, ეს ფილმი უნდა იყოს 2018 წელს, უნდა პრემიერა შედგეს წიგნის ბაზრობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიდე გამარჯვებული ნაწარმოებები ითარგმნება გერმანულად. რომელიც ფილმის პრემიერასთან ერთად, ხო ესეა მაინც, ფილმის პრემიერასთან ერთად წიგნის ბაზრობაზე იქნება მისი გერმანული ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფილმი არის გათვალისწინებული ქართულ მაყურებელზეც, აუდიტორიაზეც? არა, ეს არის მიზანი. ეს იქნება პირველი პრემიერა. ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის კიდევ რომ ფესტივალთან მაგალითად ჩვენ უკვე ესეთი მოლაპარაკება კინოცენს და ჩვენ დირექტორს ნანა ჯანელიძეს აქვს ბერლინის კინოფესტივალთან მოლაპარაკება, რომ აი ფრანკფურტზე აი ეს გამარჯვებული ფილმი, რომელიც იქნება ბერლინის ფესტივალის რომელიმე სექციაში იქნება ნაჩვენები. ანუ ეს ფრანკფურტის ბაზრობა, წიგნის ბაზრობა და ბერლინის ფესტივალი შემდეგ უკვე მას ფართოდ უხსნის გზას შეუძლია ნებისმიერ საერთაშორისო ფესტივალზე და მე იმედი მაქვს რომ წარმატებული იქნება. იცით რა მაინტერესებს? მსგავსი ტიპის მასტერკლასები, ვორქშოპები კიდევ გაგრძელდება წიგნის ავტორებთან, ექნება მას სისტემატიური და რეგულარული ხასიათი. ეხლა ეს მე ვფიქრობ რომ თვითონ ექსპერტებთან უკვე მათ აქვს კონტაქტი და ისინი მე მგონია თვითონ თავაზობენ რომ აი რა შემდეგი ეტაპი განვითარების, ხო, თქვა და უკავშირდნენ, გადაუგზავნო რომ უკვე ეს იქნება ელექტრონული სახით. თანამშრომლობა ალბათ ისინი ბოლომდე ეცდებიან რომ გაყვნენ ამ პროექტს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროექტის თუნდაც ერთ-ერთი ნაწილი, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება პირადად შევხვედროდით და გავცნობოდით ადამიანებს, რომელთა აზრით ძალიან ძვირფასია და ავტორიტეტულია და მით უმეტეს თუ მუშაობაში უკვე კარგად ეწყობი ამ ადამიანს. და გუშინაც აი პირისპირ შეხვედრაზე ცალ-ცალკე განიხილეს ჩვენი პროექტები, ანუ ერთ-ერთზე შევხვდით ერთმანეთს და მაშინაც ითქვა, რომ აუცილებლად გავცვლით ელექტრონულ მისამართებს და აუცილებლად გაგრძელდება ეს თანამშრომლობა, რაც უკვე მე მგონი აი მათ ჰონორარსაც ცდება და ეს არის რაღაცა აი სხვადასხვა ხელოვანების გადაკვეთა, რაც აინტერესებს ერთმანეთის შემოქმედება და ეს და გულშემატკივრობენ ძალიან გულწრფელად. იმიტომ რომ თვითონაც დებენ ამაში ძალისხმევას და ძალიან უნდათ რომ შედეგი დადგეს კარგი. ეს მათი საქმიანობაც არის ის კომპანია, რომელიც ამ იზაბელს აქვს საფრანგეთში, ზუსტად ამითი არის დაკავებული, რომ გარდა იმისა, რომ შუდბუკ ეს იგი წიგნების ეკრანიზაციის გარდა ის ერთმანეთს აკავშირებს კინო პროდიუსერებსა და გამომცემლებს. კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტაქტი. შეიძლება მათთვის თუ საინტერესო იყო ექსპერტია და გარდა იმისა, რომ ეს ანვითარებს მისი
კომპანიის პირდაპირ დანიშნულება. შეიძლება არა გამარჯვებული ფილმი საინტერესო აღმოჩნდეს. მათთვის უბრალოდ სცენარი და სრულიად დამოუკიდებლად შეიქმნას. რომელიმე ვორქშოპზე გაიტანოს და თქვათ რომელიმე კომპანიას და ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა. ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ველოდებით დეკემბერს, როდესაც სცენარები იქნება მზად, შემდეგ იანვარს, როდესაც გამოცხადება კონკურსი და შემდგომ 2018 წელს, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მთელი ერთი წელიწადია შეგვიძლია გადასაღები მოედნიდან თვალყური ნამდვილად აი ეს უნდა მეთქვა ზუსტად რომ ბუნებრივია ჩვენი გადაცემა თვალყურს მიადევნებს თითოეულ პროცესს რაც ასე საინტერესოა ჩვენთვის და ჩვენი ტელემაყურებლისთვის. მე მინდა სტუმრებს დიდი მადლობა გითხრათ. ეკატერინე, განსაკუთრებული წარმატება შენ ჩემს სუბიექტური სურვილი ასე თქვა ჩვენს მიმართ. რეკლამის დრო და რეკლამის შემდეგ უკვე ბონდო შემოგვიერთდება ახალგაზრდა გამომგონებელი, ხო? კი, თემურ ჩიჩუა. დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. დროებით